რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავართ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი. პირველ რიგში მე მინდა გისურვოთ ნაყოფიერი და წარმატებული 2016 წელი და განვაგრძოთ ჩვენი გადაცემების ციკლი ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემატიკა არის ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელზეც მოვისმენთ სპეციალისტის კომენტარს და ასევე მე მინდა გითხრათ, რომ მეორე თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში, შეეხება ეგრეთ წოდებული ტვინინგის პროექტს, რომელიც ხორციელდება მარეგულირებულ კომისიაში და რომელიც ხელს უწყობს ჩვენი კანონმდებლობის, მარეგულირებული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. როგორც მოგახსენებათ, მიმდინარე წლის დასაწყისი, ესე ვთქვათ, აღინიშნა მკაცრი კლიმატური პირობებით, შესაბამისად ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის გათიშვებს, თუმცა ჩვენი ესე ვთქვათ, გამანაწილებელი კომპანიების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ გაუძლეს ამ გამოწვევას და საკმაოდ დროულად და ეფექტურად და ოპერატიულად აღუდგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვენს მომხმარებლებს. ამდენად დღევანდელ გადაცემაში ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. ყურადღება გამახვილებული იქნება ენერგიულ უსაფრთხოებაზე, რომელიც დაკავშირებულია გაზმომარაგების სისტემასთან და როგორც მოგეხსენებათ, ამ თემაზე უამრავი კომენტარი გაკეთდა, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება უშუალოდ ექსპერტის კომენტარი და ეს ექსპერტი გახლავთ ბატონი თემურ გოჩიტაშვილი, რომელიც ეხლა გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა ბატონო თემურ. გამარჯობა მოგესალმებით. ბატონო თემურ, რამდენიმე სიტყვა თუ შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმები და რა მოთხოვნები არსებობს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ანუ იგივე მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კერძოდ არსებობს თუ არა რაიმე მოთხოვნები და ეს მოთხოვნები თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ რა მოთხოვნები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის დაუშვათ იგივე ევროკავშირს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ უერთებით ასოცირების ხელშეკრულებას და შესაბამისად გარკვეული კრიტერიუმები მოთხოვნები დასაკმაყოფილებელი გვაქვს. გვაქვს თუ არა ამ კონტექსტში რაიმე, ესე ვთქვათ, ვალდებულებები ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? მადლობთ. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში ჩვენი მოლაპარაკებების ფორმატში ასეთი ვალდებულებაა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან გაზის სექტორში. შემუშავებულია სავალდებულოა, როდესაც ჩვენ გავხდებით ამ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ასოცირების ხელშეკრულება ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში ითვალისწინებს სწორედ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრად ჩვენი გახდომის მეშვეობით. აი, როდესაც ჩვენ წევრი გავხდებით, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, ისევე როგორც თითოეული პარტნიორი ქვეყანა ევროდაერთიანების. დავაკმაყოფილოთ რამდენიმე კრიტერიუმი. პირველი ეს არის ეგრეთ წოდებული ინფრასტრუქტურის სტანდარტი, რომელიც მოითხოვს, რომ 20 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში, 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მძლავრი მომწოდებლიდან გაზის შეწყვეტის შემთხვევაში ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ყველა მომხმარებლის უწყვეტი გაზმომარაგება. ეს ცნობილია ეგრეთ წოდებული ინფრასტრუქტურის სტანდარტის დასახელებით. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული მოწოდების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ 7 დღის განმავლობაში, ასევე სტატისტიკური 20 წლიანი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში 7 დღიანი ექსტრემალური მოხმარების პერიოდში, ექსტრემალური ესე იგი, რაც კი მოხმარებულა ქვეყანაში ოდესმე, აი იმ დონის მოხმარებით 7 დღის განმავლობაში ქვეყანას უნდა შეეძლოს უწყვეტი გაზმომარაგებით უზრუნველყოს ქვეყნის ყველა მოხმარებელი. შემდეგი კრიტერიუმია, რომ 30 დღის განმავლობაში მაღალი მოხმარების პირობებში, ეს უკვე ექსტრემალური მოხმარება არ არის, საშუალო მაღალი მოხმარების პირობებში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მოხმარებლები და ბოლო კრიტერიუმია, რომ თუ 30 დღის განმავლობაში საშუალო მოხმარების პერიოდში ყველაზე მძლავრი მომხმარებელი და შეწყდება მოწოდება, ქვეყანას უნდა შეეძლოს უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში
ეგრეთ წოდებული დაცული მომხმარებლები, რომელთა რიგში მიეკუთვნება მოსახლეობა და აგრეთვე ისეთ მომხმარებლები, რომელთათვისაც არ შეიძლება გაზის მოწოდების შეწყვეტა. აი ეს კრიტერიუმია, რომელსაც ჩვენ გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულება. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას გვავალდებულებს, ხოლო რა წესით და რა მეთოდით ეს უკვე ქვეყნის სახელმწიფოს შესარჩევია როგორ გადაწყვეტოს ეს პრობლემა. ბატონო თემურ, ელექტროენერგეტიკაში არსებობს და უკვე ესე ვთქვათ ძალაში შევიდა და შესაბამისი ესე ვთქვათ კანონმდებლობაც არსებობს. ეს არის გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა, რომელშიც გაწერილია 10 წლის განმავლობაში თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტები, ანუ ხაზები უნდა აშენდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ დააკმაყოფილოს, მაგალითად დაუშვათ დაგეგმარების N-1 კრიტერიუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვათ თუ ყველაზე ესე ვთქვათ დატვირთული ერთ-ერთი სისტემური ხაზი გამოვიდა მწყობრიდან, ამ შემთხვევაში რით მოხდება მისი ჩანაცვლება და რა თქმა უნდა მოხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება არ უნდა შეუცვლეს. არსებობს თუ არა რაიმე ნება იმისა, რომ დამუშავდეს გაზმომარაგებაში და გაზის ტრანსპორტირების სისტემაში აი ამ ტიპის გეგმა გარკვეულ წლებზე გაწერილი. დიახ, ამ გეგმაზე ჩვენ ახლა ვმუშაობთ, ელექტროენერგეტიკას ცოტა ჩამოვრჩებით, მაგრამ ახლა ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიან გეგმაზე გაზის სექტორში, რომელიც თქვენს მიერ აღნიშნულ N-1 კრიტერიუმი მე უბრალოდ არ მიხმარია ეს ტერმინი, მაგრამ ეს იგივე კრიტერიუმია, რაც გაზის სექტორშიც გადმოდის, როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში. დიახ, ვმუშაობთ ამაზე და ალბათ წლის პირველ ნახევარში დამთავრდება მუშაობა და დამტკიცდება 10 წლიანი ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმა. ძალიან კარგი, ეს არის ალბათ წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა დღეს მუცირებს ასე ვთქვათ ესეთი აზრი საზოგადოებაში, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება გასაცავის მშენებლობის ხარჯზე, ანუ გასაცავი განიხილება როგორც ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების უმთავრესი ღერძი. ასია თუ არა ეს და რა ხდება ამ კუთხით ჩვენ ქვეყანაში? ისიც აქ სიმართლეც არის, მაგრამ თლათ ასე არ არის, ბუნებრივია. გასაცავი არის ის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი, რომელითაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჩვენი გაზმომარაგების სისტემის ენერგეტიკული უსაფრთხოება. აი წარმოიდგინეთ, ჩვენი რეგიონი ძალიან სენსიტიურია რისკების მიმართ. ეს არის პოლიტიკური რისკები. მე შეგახსენებ 2006 წელს ორი გასადენის და შემომავალი ელექტროენერგიის, რუსეთიდან შემომავალი ელექტროენერგიის თანადროულ აფეთქებას, როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად ენერგიის გარეშე დარჩა. ეს იყო პოლიტიკური აქცია, რა თქმა უნდა. მე შეგახსენებ ტექნიკურ კატასტროფებს, შაშანდელი ისის 2014 წლის დეოდორატის ავარია, რომელმაც გაზმომარაგების სისტემები დააზიანა მნიშვნელოვნად და რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა მისი აღდგენა და რაც თავარია დეოდორატის ავარიის დროს ჩვენ სატრანზიტო ფუნქციას ორი კვირის განმავლობაში ვეღარ ვახორციელებდით. ასევე ტექნოლოგიური პირობებით, რადგანაც ჩვენი მილსადენი ძალიან ევროპაში ყველაზე უფრო მაღალ ნიშნულზეა, 3200 მეტრზე მდებარეობს. ყველაფერი ეს იწევს, რომ ხშირია გაუთვალისწინებელი გამორჩები და აი ეს კრიტერიუმები, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ ზევით, რომელიც თქვენ აღნიშნულ კრიტერიუმი უცხოს მომარაგებას მოითხოვს ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამის უზრუნველყოფისათვის ერთადერთი აპრობირებული საშუალება ქვეყნის ტერიტორიაზე სტრატეგიული მარაგის ქონა. საბედნიეროდ ხომ არ არსებობს რაიმე მეთოდოლოგია სტრატეგიული მარაგის მოცულობის გაანგარიშების? ბატონო, სტრატეგიული მარაგის გაანგარიშების საფუძვლად ჩაიდო ის კრიტერიუმები, რომლებიც ზევით აღნიშნეთ. და აქედან გამოჩნდა, რომ საქართველოსთვის სრულიად საკმარისია 150-დან 180 მილიონ კუბურ მეტრამდე მარაგის არსებობა, სტრატეგიული მარაგის არსებობა, რომელიც ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში გამოიყვანს ქვეყანას მდგომარეობიდან. გარდა ამისა, გასაცავს სხვა ფუნქციას აკისრია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან უთანაბრო მოხმარებით ხასიათდება ზამთარ ზაფხულის განმავლობაში. მაშინ, როდესაც მოწოდება ფაქტიურად თანაბარია, ბატონო მოგზაურობ, გეტყვით? რა თქმა უნდა, გისმენთ. მაშინ, როდესაც მოწოდება ფაქტიურად თანაბარია,
აი ამ მოწოდებასა და მოხმარებას შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად გამოიყენება აგრეთვე გასაცავი, სადაც ზაფხულში დაგროვდება ნამეტი გაზი და ზამთარში, როდესაც გაზი დეფიციტურია და ძვირია, გამოყენებული იქნება მოხმარების მონოპოლისათვის და მესამე ფუნქცია გასაცავი ჩვენ იმ ისეთი მოცულობის გამოგდის, რომ მას კომერციული დანიშნულებაც ექნება, სადაც ნებისმიერ ინდუსტრიულ საწარმოს ან კომერციულ საწარმოს შეუძლია ზაფხულში იაფი გაზის პირობებში შეიძინოს გაზი და ასაწყობოს ამ გასაცავში და ზამთრის დეფიციტის და სიძვირის დროს გამოიყენოს თავისი მომარაგებისათვის. აი ეს არის ძირითადი გასაცავის ფუნქციები და ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად აშენდება, ამაზე მიუთითებს ის კვლევები, რომლებიც ამჯერად მიმდინარეობს ცნობილი ფრანგული ჯეოსტოკის კომპანიის მიერ, რომელიც წარმოადგენს პროექტის პირველ ეტაპს ამ წლის მარტის ბოლოს, სამინისტროს, ჩვენი კომპანიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განწყობილება ისეთია, რომ ეს პროექტი და წინასწარი მონაცემები, რაც თავარია კვლევის, ისეთია, რომ გვაძლევს საშუალებას დავასკვნოთ, რომ პროექტი წარმატებით გაგრძელდება, დასრულდება დაახლოებით 2019 წლისათვის, როდესაც საქართველოს უნდა მიიღოს აზერბაიჯანული შაჰდენიზის საბადოს განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ დაახლოებით გასამაგებული რაოდენობის გაზი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემურ, ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ საუბარია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ის ვნებათა ღელვა, რომელიც ახლა ესე ვთქვათ გაზმომარაგების საიმედოობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, როცა ჩაცხრება ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება იმისა, რომ ვისაუბროთ იმ გაზის ტრანსპორტირების სისტემისა და გაზმომარაგების სისტემის განვითარების პერსპექტივაზე და გეგმებზე და აუცილებლად მოგიწევთ ჩვენს გადაცემაში. ახლა კი ძალიან დიდი მადლობა ჩართვისათვის, ძალიან საინტერესო იყო, ჩვენ კი შევისვენოთ რეკლამა. ბრუნდებით კომერცანტის პირდაპირ ეთერში, გადაცემით პროფესიონალები და ჩვენ საუბრობთ ენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე. როგორც გითხარით, ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებაზე, თუმცა ეხლა გვაქვს კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც ჩვენ ანონსი გავაკეთეთ გასული წლის ბოლო გადაცემაში, კერძოდ საკითხი ეხება ტვინინგის პროექტს, რომელიც იწყება სემექში, გარკვეული ახალი რეგულაციების დამუშავებასთან დაკავშირებით და დღეს ჩვენთან ერთად არის ტვინინგის პროექტის ადგილობრივი წარმომადგენელი ქალბატონი ესტერ შულე, რომელიც გვესაუბრება ტვინინგის პროექტის ძირითად მიზანდასახულებაზე და მის განხორციელების შედეგებზე. გამარჯობათ ქალბატონი ესტერ. ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ასე ვთქვათ მიიღეთ მოგვეცით თანხმობა გადაცემაში მონაწილეობაზე, იმდენად რამდენადაც ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ტვინინგის პროექტზე, თუმცა ასევე ვისაუბრებთ ჩვენი ევროკავშირში ასოცირებული გაერთიანების გარკვეულ ტექნიკურ დეტალებზე. და პირველ რიგში მე მინდა კითხოთ იმის შესახებ, თუ როგორია ენერგეტიკის დღის წესრიგი ევროპაში დღეს, რა ფუნქციები აქვს ასე ვთქვათ მარეგულირებელს, როგორია კონტროლის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ამ შემთხვევაში ძირითადი უფლებამოსილებები და ზოგადად იმის შესახებ, თუ რა დღის წესრიგი არსებობს დღეს ევროპაში რეგულირებასთან და კერძოდ ენერგეტიკასთან დაკავშირებით. ძირითადი მიზნები, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი ამჟამად, შემიძლია შევაჯამო გაერთიანებულია ენერგოკავშირში, ეს გახლავთ სრულად ინტეგრირებული ბაზარი, გახლავთ შესაბამისი სახელმძღვანელოები, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ინტეგრირებული ენერგობაზარი, ყველა ის წესი და პროცედურა, რომელიც ამჟამად არსებობს, ჰარმონიზებულია ევროკავშირის ფარგლებში. ექსპერტები მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე, იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ, ეს საკითხები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორც არის ენერგეტიკული სიმძლავრის განაწილება, გადატვირთვის პრობლემებთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურული დაბალანსება და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანი არის ევროპული ბაზრების გაერთიანება და ტრანსსაზღვრო ურთიერთობები. თქვენ ასევე დამისვით კითხვა
e-კონტროლის შესახებ, რომელიც გახლავთ ავსტრიული ენერგომარეგულირებელი უწყება. მის მიერ ხორციელდება საქართველოში თვინინგის პროექტი, როგორც გითხარით, e-კონტროლი გახლავთ ენერგომარეგულირებელი, მისი ძირითადი ამოცანა აკონტროლოს და მეთვალყურეობა გაუწიოს ენერგობაზარს, იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი ფასები ქონდეს როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს, რომელიც ღებულობს ენერგიას ავსტრიაში, გქონდეს ყველაზე უფრო მდგრადი ენერგოპროდუქტები და რა თქმა უნდა გქონდეს მიწოდების უსაფრთხოება, რაც იმას ნიშნავს, რომ e-კონტროლმა მონიტორინგი უნდა გაუწიოს ენერგობაზრის ფუნქციონირებას ავსტრიაში ყველა ასპექტში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც კონკურენციასთან არის დაკავშირებული და ასევე იმ ასპექტებში, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივ მონოპოლიებთან. ჩვენს მოხმარებელს თუ რითი განსხვავდება ევროპული ბაზარი ჩვენი ელექტროენერგეტიკული ბაზრისაგან, თქვენი ასე ვთქვათ განმარტების თანახმად, ფაქტიურად იქ სფეროები გაყოფილია ორად, ერთი რეგულირებადი მონოპოლიები და ასევე კონკურენტული ნაწილი, რაც დაკავშირებულია გენერაციასთან. ანუ ამ შემთხვევაში კონკურენციის ელემენტები უკვე ბაზარზე შემოსულია, ესეა ალბათ, ხო? დიახ, ჩვეულებრივ ასე უნდა იყოს. ერთი ნაწილი ბაზრის უნდა ეთმობოდეს კონკურენციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგომიწოდება არ არის რეგულირებული იმ სახით, რა სახითაც ეს ხორციელდება საქართველოში და მეორე მხრივ არსებობენ ბუნებრივი მონოპოლიები და უნდა ხდებოდეს კომპანიების რეგულირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ის ასპექტი, რომელსაც ამჟამად განიხილავს საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად, ეს გახლავთ ფუნქციონალური დაყოფის საკითხი. კომუნიტის უпроსორად ენერგეტიკული გაერთიანების შესახებ, იმდენად რამდენადაც მე ვიცი, რომ e-კონტროლი არის ძალიან კარგად ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებში და შესაბამისად შეგიძლიათ გარკვეული დახმარება გაგვიწიოთ ამ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დიახ, e-კონტროლი აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკულ გაერთიანებაში. მოგეხსენებათ, სათავო ოფისი ბენაში მდებარეობს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ენერგეტიკული გაერთიანების თანამშრომლებთან. ენერგეტიკული გაერთიანება გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ენერგოპოლიტიკაზე და დაფუძნდა ხელშეკრულების საფუძველზე 2005 წელს. ის აერთიანებს ერთი მხრივ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მეორე მხრივ აღმოსავლეთის ქვეყნებს და ეხმარება აღნიშნულ ქვეყნებს კანონმდებლობისა და წესების დანერგვაში, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები და მეორე მხრივ უზრუნველყოთ ენერგომიწოდების უსაფრთხოება. როგორც ვიცი, საქართველოს აპირებს გახდეს სრული წევრი. გადაცემის ბოლოსაკენ, იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, მოდით ახლა ცოტათი შევეხოთ ტვინინგის პროექტს. საერთოდ რა არის ტვინინგი და რა ინსტრუმენტია და როგორ გამოვიყენეთ ამ შემთხვევაში? ტვინინგის პროექტები წარმოადგენს ევროპულ ინიციატივას, რაც მიმართულია ადმინისტრაციულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და არაწევრ ქვეყნებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლები უწყებები ჩადიან ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის მიზნით, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. e-კონტროლი უკვე მუშაობდა საქართველოში და განახორციელა თვინინგის ერთი პროექტი 2012-2014 წლებში. რამდენად დიდი გამოცდილება აქვს e-კონტროლს საერთოდ ზოგადად ტვინინგის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით? e-კონტროლს განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი თვინინგის პროექტი. დაიწყეთ მოღვაწეობა უკრაინაში და შემდეგ განახორციელეთ კიდევ ერთი თვინინგის პროექტი ხორვატიაში. ამჟამად თვინინგის პროექტს ვახორციელებთ ალჟირშიც და როგორც უკვე აღნიშნე, საქართველოშიც განახორციელა e-კონტროლმა პროექტი 2012-14 წლებში. ჩვენ
ასევე მუშაობთ ტექნიკური დახმარების პროექტებზე და ბევრი სხვა სახის პროექტზე ევროკავშირის მასშტაბით. ვფიქრობ, e-control ძალიან კარგად იცნობს აღნიშნულ ინსტრუმენტს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გეთანხმებით, რომ e-control-ი აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი ავტორიტეტი ევროპულ დონეზე და მოდით ახლა ასე ვთქვათ, მცირეოდენი შევეხოთ იმ პროექტს, რომელიც უკვე განხორციელდა 2012 და 2014 წლებში და რომელზედაც ჩვენი კომისია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. როგორც ასე ვთქვათ, მიღებული ცოდნის თვალსაზრისით, ასევე გამოცდილების თვალსაზრისით და შემდგომ მისი განხორციელების კუთხით. მოდით მოკლედ მოუცხროთ ჩვენს მსმენელს იმის შესახებ, თუ რა პროექტი იყო 12-14 წლებში საქართველოში განხორციელებული. ჩვენი წინა პროექტი მიზნად ისახავდა მარეგულირებელი ორგანოს უწყების ინსტიტუციონალური ზრდას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიის შემოტანა. 21 თვის განმავლობაში გრძელდებოდა აღნიშნული პროექტი და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევესრულეთ ყველა ძირითადი მიზანი, რაც შეეხება აღნიშნულ მიზნებს. ისინი ერთად შეიმუშავეს ქართულმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ექსპერტებმა. მთელი კონტროლის ხელმძღვანელობისა და პერსონალის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ძალიან დიდი мотивაციით გამორჩეოდნენ ქართველი კოლეგები და საბოლოო ჯამში, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბერში სემეკმა შეძლო ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, რაც დაკავშირებულია ხარჯების დაანგარიშებასთან ქსელში ჩართული კომპანიებისა. დიახ, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევასრულეთ ის, ასე ვთქვათ, მიზანდასახულება, რომელიც ჰქონდა ტვინინგის პროექტის პარკლებში, ასე ვთქვათ, მოხდა პირდაპირ იმპლემენტაცია ჩვენს კანონმდებლობაში, ასე ვთქვათ, სატარიფო მეთოდოლოგიის, ხოლო შემდგომ მისი გამოყენება უშუალოდ ტარიფების დადგენისას. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, მოხმარებლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით დიდი სიხარული არ გამოხატულა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენ გავედით, ასე ვთქვათ, ტარიფების დათვლის რეალურ მეთოდოლოგიაზე, რომელიც საშუალება მოგვცა სრულად აგვესახა მთელი ეს ხარჯები ტარიფში და შესაბამისად კომპანიას ეფუნქციონირა წარმატებულად იმისათვის, რომ მოხმარებლების ინტერესებიც არ დაჩაგვრილიყო, იმდანაც რამდენადაც მიწოდების უსაფრთხოება, რომელზეც ჩვენ ახლა ბევრს ვლაპარაკობთ, დამოკიდებულია კომპანიების გამართულ ფუნქციონირებაზე და შესაბამისად მათ მიერ მიღებულ შემოსავალს. ჩვენ არ გვითქვათ იმ მონაწილეების შესახებ, რომელიც გასულ ტვინინგის პროექტში მონაწილეობდნენ, ეს ამდენად თვითი არ იყო მარტო e-control-ი. კერძოდ ვინ იყო მონაწილეები ამ პროექტის, თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით ამასთან დაკავშირებით. თუ ნებას მომცემთ, დავამატებდი ორიოდე წინა დადებას დაკავშირებულს პროექტის შედეგებთან. დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით. ეს გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი მომხმარებლებისათვის, რადგან სწორად უნდა მიაკვლიოს ბალანს მარეგულირებელმა უწყებამ იმისათვის, რომ ტარიფებში ხარჯები იყოს ასახული და ამავდროულად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისათვის. რაც შეეხება ახალ ინვესტიციებს, როდესაც მომხმარებელს ყოველთვის აქვს მიწოდებული გაზი და ენერგია, რა თქმა უნდა, კომპანიას ესაჭიროება თანხები ინვესტიციებისათვის და როგორც ვიცით, ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ინვესტიციები ნიშნავს ფულს და ეს თანხები საჭიროა, ამიტომაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ ინვესტიციებმა განაპირობოს უფრო მაღალი ტარიფები, მაგრამ მომხმარებლებმა უნდა გაგვიგონ, რომ ეს საჭიროა უსაფრთხოების მიზნით, მიწოდების უსაფრთხოების მიზნით. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ესეთი მხარდაჭერისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე ამის მტკიცება ჩვენი მომხმარებლებსაც, ზოგადად ჩვენი ესე ვთქვათ ქვეყნის მომხმარებლებისათვის. რაც ეხება ტვინინგის პროექტში მონაწილე ესე ვთქვათ სუბიექტებს, დიახ, დავუბრუნდებით ტვინინგის პროექტის საკითხს. მართალი ბრძანდებით, e-control-ი არ გახდათ ერთადერთი განმახორციელებელი ამ პროექტის, ყავდა ექსპერტები ლატვიიდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში, განსაკუთრებით ლატვიელი ექსპერტები უნდა აღინიშნონ, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს, რა თქმა უნდა, ასევე გერმანელი და ბრიტანელი ექსპერტები, რომლებმაც კარგად გართეს თავის სამუშაოს. დაგეთახმებით იმაში, რომ მონაწილე ექსპერტები არა მარტო ლატვიელმა, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამ, რომ მათ დიდი წვლილი შეიტანეს, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველა ექსპერტის, ასე ვთქვათ, წვლილი განხორციელებულ პროექტში იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან კარგი და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენმა მარეგულირებულმა კომისიამ ჩათვალა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რაც კი განხორციელებულა კომისიაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე მადაც გაიზარდა და ალბათ გახსოვთ ჩვენი დისკუსია, როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, თუმცა ამ სატარიფო მეთოდოლოგიას აქვს კიდევ სპეციალური ინსტრუმენტები, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და დააზუსტებს იმ ტარიფებს, რომელსაც კომისია ითვლის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, შეიქმნა მეორე ტვინინგის პროექტის განხორციელების იდეა, რომლის თემატიკაც ჩამოყალიბდა და შესაბამისად წარადგინა ევროდელეგაციას, ასე ვთქვათ, ტვინინგის პროექტში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, თხოვნით. და მინდა გითხრათ, რომ ეს შერჩევა, ასე ვთქვათ, მეორე მხარესა მოხდა აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში, მონაწილე იყო სლოვაკეთის მხრიდან წარმომადგენელი, ასევე ჩვენმა ავსტრიელმა კოლეგებმა მიიღეს მონაწილეობა და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, კონკურსში წარმატებას მიაღწიეს ჩვენმა ავსტრიელმა კოლეგებმა. აი, მოდით ახლა ტვინინგის ახალ პროექტზე, რომელიც ამ წლიდან 14 დეკემბრიდან დაიწყო, ზოგადად არსებობს ესეთი წესი, რომ ტვინინგის პროექტი იწყება წარმომადგენლის თბილისში ჩამოსვლასთან ერთად და ეს იყო 14 ვთქვათ იანვარი. აი ამის შემდეგ უკვე მიკროფონს ვთქვამ ესტერს, რომელიც გვეტყვის რამდენიმე სიტყვას ახალი ტვინინგის პროექტზე. დიახ. როგორც ჩანს, თქვენ უკვე კარგად გიცნობდათ ევროკავშირის დელეგაცია. და შესაბამისად, როდესაც დადგა მეორე პროექტის განხორციელების საკითხი, ყველასათვის ცნობილი იყო თუ როგორ განახორციელა პირველი პროექტის სამაგმა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც ემსახურებოდა სამაგის გაძლიერებასა და ცოდნის ზრდას. მეორე ტვინინგის პროექტი დაიწყო გასულ კვირაში და განხორციელდება 21 თვის განმავლობაში. რაც შეეხება თემატიკას, ის დაკავშირებულია მარეგულირებელი ხარჯების აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგთან. აღნიშნულ ღონისძიებებს ჩავატარებთ ჩვენ ლიტველ პარტნიორებთან ერთად. მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში გერმანელი ექსპერტებიც, რომლებიც იმუშაობენ ჩვენთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე მთელი ამ დროის განმავლობაში. ალბათ ორიოდე სიტყვით დიახ, რა თქმა უნდა, მენეჯმენტის შესახებ, მაგრამ მანამდე იქნებ ორიოდე სიტყვით აუხსნათ ჩვენს, ასე ვთქვათ, რადიომსმენელს, რა არის ხარჯების აუდიტი, რა არის ბაზრის მონიტორინგი, რამდენად საჭიროა ის ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენში ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის, ტარიფების უკეთ დათვლისათვის და ასე შემდეგ. თუმცა იცით, სამწუხაროდ რადიოს აქვს თავისი ფორმატები, რეკლამა აუცილებელია და შესაბამისად, მოდით ამ, ასე ვთქვათ, შეკითხვაზე დროებით შევწყვიტოთ ჩვენი დისკუსია და დაუთმოთ რეკლამას დრო და გავაგრძელოთ მესამე ბლოკი. ბრუნდებით კომერსანტის პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია ქალბატონი ესთერ შულე, რომელიც გახლავთ მარეგულირებულ კომისიაში ტვინინგის პროექტის წარმომადგენელი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ახალი ტვინინგის პროექტის შესახებ და ვთხოვეთ ქალბატონ ესთერს გაგვიმართოს რა არის ბაზრის მონიტორინგი, ასევე რა არის ხარჯების აუდიტი, თუ რა საჭიროება არსებობს იმისათვის, რომ ჩვენმა მარეგულირებულმა კომისიამ კარგად აითვისოს ეს თანამედროვე ინსტრუმენტები. პირველი სამუშაო თემა, რომელიც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში დაკავშირებულია ხარჯების აუდიტთან. ხარჯები უნდა განისაზღვროს მარეგულირებელი პერიოდის დასაწყისში ქსელში ჩართული კომპანიებისათვის.
რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯების აუდიტის დროს მარეგულირებელმა უნდა იცოდეს, რა ხარჯები გასწია ქსელში მონაწილე კომპანიამ, რა ხარჯებია ეფექტური და რა ხარჯები არ განიხილება ეფექტურად, ხარჯები, რომლებიც რა თქმა უნდა არ განიხილება ეფექტურად ჩამოიჭრება და არ იქნება გათვალისწინებული მარეგულირებლის მიერ. ეს მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის, რადგან ისინი რა თქმა უნდა არ უხდიან ქსელში ჩართულ კომპანიას ზედმეტ ხარჯებს და რადგან ასეთი კომპანიები მონოპოლიებს არ უნდა წარმოადგენდნენ, საჭიროა მათი რეგულირება. არ არსებობს არანაირი კონკურენცია ამ შემთხვევაში, შესაბამისად მათ არ მოეთხოვებათ ხარჯებთან მიმართებით რაიმე ეფექტიანობის გამოჩენა და ეს გასათვალისწინებელია. მეორე საკითხი, ეს გახლავთ ბაზრის მონიტორინგი, რომელიც ასევე იქნება განხილული თვინინგის პროექტის ფარგლებში. მარეგულირებელმა ამ შემთხვევაში უნდა იცოდეს ბაზარი, რომელსაც ის არეგულირებს. შესაბამისად, აუცილებელია ხელთ გქონდეს ყველა მონაცემი დაკავშირებული საკუთარ ბაზართან, ენერგობაზართან, იმისათვის რომ შევძლოთ შესაბამისი წესებისა და პროცედურების განსაზღვრა, ასევე იმისათვის რომ დავადგინოთ საფასური და სხვა წესები დაკავშირებული აღნიშნულ საკითხთან. ძალიან კარგი, მოდით ახლა გადავიდეთ უახლოეს მომავალზე, რომელიც და უთხრათ ჩვენს ასე ვთქვათ რადიომსმენელს, იმდენად რამდენად ჩვენს რადიომსმენელებში ალბათ არიან ის სპეციალისტებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან ტვინინგის პროექტის სხვადასხვა საკითხებში ჩართვით და თუ შეიძლება აი მოკლე ასე ვთქვათ დღის წესრიგი რა ღონისძიებებია დაგეგმილი და როდის? ახლა მომავალში ვაპირებთ ჩავატაროთ გახსნის ცერემონია აღნიშნული პროექტის. ეს თარიღი გახლავთ 30 მარტი მიმდინარე წლის. ამ კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გავაცნობთ ყველა მიზანს თვინინგის პროექტის საზოგადოებას და ყველა იმ გეგმას, რაც უკავშირდება პროექტს და ენერგოსექტორს. რაც შეეხება გახსნის ცერემონიას, ჩვენ გსურს დავპატიჟოთ ბატონი კახი კალაძე, რომ მან მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონფერენციაში, ისევე როგორც სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მოვიწვევთ ევროკავშირის დელეგაციას, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ პროექტს 1 მილიონი ევროთი. ძალიან კარგი, მე მგონი ჩვენ ძირითადად ასე ვთქვათ მოვიცავით ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ახალი ტვინინგის პროექტთან, წვრილმანი დეტალები, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო არ იყოს, ალბათ არ არის საჭირო, რომ დღეს ამითი დრო დავიკავოთ. მოდით დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელიც დაკავშირებული არის საქართველოს გაწევრიანებასთან ენერგეტიკულ გაერთიანებაში და ვთხოვ ქალბატონ ესტერს ორიოდე სიტყვით, ასე ვთქვათ, შეაფასოს მარეგულირებელი გარემო და მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებები, საკითხი ეხება, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას და ასევე ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ენერგეტიკულ გაერთიანებაში, ანუ ენერჯი კომუნიტეტში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი შეკითხვაა და არც თუ ისე ადვილია მათზე პასუხის გაცემა. რაც შეეხება სემექს, შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად სიტუაცია უწყებაში ძალიან კარგია. ეს გახლავთ უწყება, რომელიც გამჭვირვალე ღებულობს გადაწყვეტილებებს. ხელმისაწვდომია ეს გადაწყვეტილებები საზოგადოებისათვის. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილება როგორც საზოგადოებასთან, ერთად ისე სექტორის ფარგლებში. მიმდინარეობს მუშაობა ევროპელ მარეგულირებლებთან ერთად. და ვფიქრობ, ამ კუთხით რაიმე პრობლემები არ შეინიშნება. რა თქმა უნდა, სემეკმა და საქართველომ, ჩემი აზრით, კარგად უნდა იცოდნენ რა მიმართულებით მიდიან. ვფიქრობ, სურათი უკვე კარგად არის გამოკვეთილი. საქართველოს აპირებს გახდეს ენერგეტიკული გაერთიანების სრული წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკუთარ კანონმდებლობაში უნდა გადმოიტანოს ევროპული კანონმდებლობა, მაგრამ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ, რა სახის
რა სახით უნდა მოხდეს ბაზრის პროექტირება, საუბარია როგორც ენერგობაზარზე, ისე გაზის ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაისახოს სამომავლო ნაბიჯები. გამომდინარე ევროკავშირის წესებიდან, რაც შეეხება წევრობას ენერგეტიკული გაერთიანებისა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციონალური დაყოფის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. საქართველოს ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად დეტალურად მას არ განვიხილავ, რადგან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია. მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს უფრო ინტენსიური სამუშაოების ჩატარება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იკონტროლს აქვს საკმაოდ კარგი კავშირები ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებმა მომახსენეს, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან საქართველოსთან თანამშრომლობით, როგორც სამინისტროსთან, ისე სემეკთან თანამშრომლობით და ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ სემეკი ერთ-ერთი ლიდერია ენერგოსექტორში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოთი, მაგრამ ვფიქრობ, არავინ უარყოფს, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი დასრულდეს წლის ბოლოსათვის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ავსტრიელი კოლეგების თქვათ მოსაზრებები, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელს, რომ მათ აქვს ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, კავშირი ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, ისინი არიან დამკვირვებელი წევრები, შესაბამისად კარგად იცნობენ მის სტრუქტურას, იმ მოთხოვნებს, რომელიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან, ასე რომ მათი აზრი, მათი დახმარება ამ საკითხებში ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით დღეს პრინციპში ამოვწურეთ ის საკითხები, რომელზედაც გვინდოდა საუბარი, კერძოდ ეს იყო ტვინინგის პროექტი, ეს იყო ესე ვთქვათ ენერგეტიკული უსაფრთხოება. დიდი მადლობა მინდა უთხრა ესტერს მონაწილეობისათვის, გადაცემაში მონაწილეობისათვის და მომავალშიც მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, მათ შორის ამ გადაცემის ეთერში. ასე რომ დიდი მადლობა ესტერ. მე კი გემშვიდობებით ძვირფას რადიო მსმენელებო, მომავალ გადაცემამდე კარგად ბრძანდებოდეთ.